რამდენად ემხრობი შენ, რომ ბიზნესმა თავისი კომუნიკაცია გააფართოს, გაშალოს სხვადასხვა არხებში? ესეთი ამბავია რა, ერთი რომ ყველა პლატფორმაში შეიძლება იპოვოს საშენო ადამიანი. ჩემთვის ყველაზე კარგი მაგალითი არის, რომ იმას, რა ქვია, ინგლისის სამეფო კარს აქვს თავის TikTok-ი რა. რავი, ხა მაგაზე კონსერვატული ბრენდები არ. ორმხრივი კომუნიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის. უნდა გაიშალოს თუ არა ყველაფერი სხვადასხვა, რა თქმა უნდა. Facebook ჯგუფს თავის დანიშნულება შეიძლება ქონდეს, Instagram subscription ჯგუფს ცალკე დანიშნულება შეიძლება, ან channels ცალკე დანიშნულება შეიძლება ქონდეს, page ცალკე და ასე შემდეგ. ასევე მეორე ნაწილი არის ის, რომ ბრენდის აშენება არ არის მარტო შენს აუდიტორიასთან კომუნიკაცია. ეგ უნდა გვახსოვდეს რა, ყოველთვის და ყველგან. ბრენდის აშენება არის კომუნიკაცია იმ ადამიანებთანაც, ვინ შენი აუდიტორია შეიძლება არასდროს არ გახდეს, მაგრამ ვის თვალშიც შენს აუდიტორიას უნდა რომ ისეთი გამოჩნდეს, როგორც ცდილობს რომ გამოჩნდეს შენი ბრენდის შეძენი.